მოკლედ რა ხდება? როცა რაღაცა სიტუაციას ღებულობთ ისე როგორც მოცემულია, ყოველგვარი წუწუნისა და რაღაცა ნეგატივების გარეშე, ემოციების გარეშე, ის სიტუაცია მერე ტრიალდება ისე როგორც ჩვენ გვაწყობს. დავაფიქსირე უკვე რამდენჯერმე რომ ესეა. და არა ის რომ იმას რაღაცა მოეტანა ნეტად ჩემთვის, რატომ უნდა მოეტანა, ვინ არის ვალდებული საერთოდ ვინმეს წინაშე რამე გააკეთოს, არაფერი. თუ უნდა იმ ადამიანს მოიტანს და წაიღებს კიდევაც. და კიდე მაგალითად შენ რაღაცა გაქვს და მეც მინდა გამოვიყენო. ანუ მე მაქვს რაღაცა და ვიღაცა მეუბნება რომ მეც მინდა გამოვიყენო. ანუ ძალიან ელემენტარული რაღაცებია. პირადი სივრცეში შეჭრა, როცა ადამიანი აქეთ არ გთავაზობს რაღაცას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის ადამიანი შენთვის. თუნდაც შვილი იყოს, თუნდაც და იყოს, ძმა იყოს, თუ ანუ თვითონ ის ადამიანი შენ თუ არ გთავაზობს იმ რაღაცას, რაც თვითონ აქვს, შენ არ გაქვს უფლება, ანუ გამოდის რომ შენ არ ღვევში პირად სივრცეს. და თავი გამოყავს მსხვერპლის როლში. და ამას მერე მოყვება თავისი შედეგები. ჯაჭვია ესე ემოციების. ვართ მსხვერპლის როლში. ანუ უნდა დავფიქრდეთ ხოლმე, მე ამას რატომ ვამბობ? რატომ მინდა ეს ასე? თუ არა და სულ მსხვერპლის როლში ვიქნები და მსხვერპლის როლში სანამ ვიქნებით, აფრიც არ გამოვა. ანუ წინ არ წავა არაფერი, არც განვითარდებით და არაფერი, რა ვიცი, ვისაც უნდა კი ბატონო, მისი თამაშია იყოს ისე მსხვერპლში გადადის შემდეგ. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მიმღებლობა უნდა ვისწავლოთ, რომ ყველა ადამიანი არის თვითონ ცალკე პიროვნება, რომელსაც თავისი ცხოვრება აქვს. ყველას აქვს თავისი ცხოვრება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ცხოვრება. და ჩვენ თვითონ ვირჩევთ რა გვინდა, საით მივდივართ და რასაც ავირჩევთ, მის მიხედვით იქნება ყველაფერი.